მაგ მიზეზების გამო რო სისტემაში გაუართავობა, მე ყველა თითქოს ხელსაწმენს ამ ექიმებს. ხო, მართალია. კი, მასია, მაგიტომ ექიმობა ძალიან სახიფათოა რა. ამიტომ ექიმი ძალიან ფრთხილო პაციენტთან კომუნიკაცია. აქ თბილისში როგორიც მაქვს, აი მართლა ხარ მიფიქრე რომ რაღაცა ვაშინგტონში რო ვიყო ექიმი ან ბერლინში სხვანაირი რაღაცები სხვა ჩელენჯები მექნებოდა რა და რაც აქ მაქვს რა იმიტომ რომ აქ ძალიან სიფრთხილით უნდა იარო დანის პირზე დადიხარ იმიტომ რომ რაღაცნაირად სულ არ მინდა რომ პასუხისმგებელი გამოვიდე რაღაცა ამ სალობიოზე და ანუ სისტემის სახელით პაციენტს ვერ ველაპარაკ წესით რომ ექიმთან მიდიხარ კარ ქვეყანაში უნდა დახვდეს ექიმი ასე რომ აი გთავაზობთ ამ კურნალობას და მე პაციენტი არ შევა პაციენტი იმაზე ფიქრობს რომ გვერდით მონები აქვს რაღაცა როგორ და ამის ფუფუნება აქვს პაციენტს კარ ქვეყანაში. აქ რა არაფერს არ თავაზობს სისტემა რა. აქ პაციენტს უნდა რა მკურნალობები არსებობს, რის შეძენა შეძლებს და მთელი ფინანსური ბუღალტერიაზე მაგდეზე მართლა ჩემს კოლეგებთან უცხოეთში ამერიკაში იმაში რომ გამირჩევია რაღაც кейსები, სულ მაგას ვახსენებ რომ მეთქი ეს კი გავიგე რომ ამას დიცია უნდა დავნიშნავდი ამ წამალს, მაგრამ მოდი ვიფიქროთ ფულზე ხარ რა, ეს არ იყიდება აქ მეთქი ამ წამალს ვერ იყიდის, $1000 დაუჯდება თვეში, მთელი ცხოვრება უნდა იხადოს, საიდან ვერ იმას იზობს, ანალიზებისთვის უნდა იხადოს მაგდა იმ ფული და მაგაზე მე ცვლის ახლა მიდგომას